მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ მარიამ გიორგაძე და დღეს გასწავლით როგორ გავიგოთ მოუწონოთ თუ არა ბიჭს. ამის გაგების 10 წესი არსებობს. მარიამ როგეცახი არ გესმის? გაცივდა საჭმელი ყველა შენგელოდებით. ჩემ ფურცელი შენ გადააგდე? კი. აი რატო? იმიტომ რომ გუშინ რომ ვალაგებდი, ნახე რაღაცა ნაჯღაბნი იყო. კონსპექტს არ გავდა. ავდექი და გადავაგდე. და საერთოდ რატო შემოდიხარ ჩემ ოთახში და ჩემ ნივთებში რატო იქექები? არ შემოვალ და მტვერში ჩაიფლობა ეგ შენი ნაჯღაბნები. ისაც რას გავს აქაურობა? დაგაკივლეთ რა არის მართლა. ცისანამ ჩემი ოთახი დაალაგა. და TikTok-ის სცენარი გადამიგდო. რა სცენარია ამისთანა? თავიდან ვერ დაწერ? რჩევები გოგოებისთვის. შენ თავს მიეცი რჩევები ჯობია. გოგო როგორ უნდა იქცეოდეს? სახლი არეული, ნივთები მიყრილ-მოყრილი და ბიჭებზე რაღაც სულელური ტექსტი. შენ ხელა რომ ვიყავი, უკვე სტუდენტურ კომკავშირზე ვაგებდი პასუხს. სწავლასაც ვასწრებდი. ბაბუა შენსაც უვლიდი და დედამისაც ვიტამდი. ცისანა, მაგრად მკიდია ეს შენი საბჭოთა მოგონებები, კაი? ბებია ჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ერთხელ არ უგზნია. მაინტერესებდა თუ არა მისი ანტისაბჭოთა ამბები. შენი თუ ვერ ხვდები, ვიღაცამ უნდა გასწავლოს სხვისი წარსულის პატივისცემა. ეს ვიღაცა ალბათ მე ვარ, ხო ცისანა? ბიჭო, მაჭამეთ რა 3 დღეა სახში ვარ და უფრო დავიღალები დღეს სამსახურში. რა დაგემართათ რა არის? ხო და მოძებნო იქნება ესე მაინც რამე. ჩემი კარგი მოვთხრა. და დაისვენებ ჩვენგან. ანუ მე მოუძებნე და ყველა რო ხელს მიშლით რო ავაწყო ჩემი საქმე არა? ხოციალა. როგორ იქნები აბა? შენი დიშვილი სამსახურიდან გამოუშვეს. დედა! ხოციალა, მე დაგირეკავ რა, მაინტერესებს ნანიკოს ამბები წესიერად. რა თქმა უნდა შეურიგდეს. ვინც მოითმეს, ის მოიგებს. კარგი, ეხა ჭურჭელს ვრეცხავ მოვჩები და მე დაგირეკავ. კარგი. ნანიკოს ქმარმა უღალატა. აუ. და რითი ჯობია ხა შენი რჩევები ჩემ რჩევებს? მარიამ, დადე რა ეს ტელეფონი რა. აი რამე ძალიან სკანდალური თუნა დავიწყო ჩემი TikTok-ი. აი ეგრევე 200,000 კაცი შემოვიდეს ნოთ. სამყაროს გადარჩენის გეგმა დადიშე. არა, მაგაზე არ შემოვლენ. აბა. და კამერის წინ გავიხდი. მამა, მამა,